Ains სასამართლო ამ შემთხვევაში იქნება ობიექტური და ამ ადამიანს უდანაშაულო ადამიანს არ მიუჭირთ. დღეს იხილება სასამართლო მისი ბრალდების საქმეს იხილავს. პროკურორი ბრძანდება რამაზ შავაძე და გამომძიებელი ბრძანდებოდა მალხაზ თავდგირიძე, რომელმაც გამოძიება წაიყვანა სრული კანონმდებლობის დარღვევით. სრულ ჩვენებებით მიაღწიეს საქმის ეგრეთ წოდებულად დამნაშავის მიმართ იარაღზე დანაზე საერთოდ არ არის ჩატარებული, ხოლო რაც შეეხება თვითონ მიკრონაწილაკებს ჩვენ გვაქვს საქმე კიდევ ერთ შემთხვევასთან, როდესაც ადამიანის დაპატიმრება, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვის სექსუალიზმის ბავშვის დაპატიმრება, უნდათ მხოლოდ და მხოლოდ აღიარებითი, იძულებით მიღებული აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე, საუბარია სანდრო ჭაფოძეზე, რომელსაც მიმართებაში სხვა მტკიცებულება არ არსებობს ფიზიკურად და ვფიქრობ, ეს იმავე პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში იყო სახეზე, როცა ადამიანების დაპატიმრება ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიშის მტკიცებულებათა დედოფლის ჩვენებების საფუძველზე და სხვა მტკიცებულებებს არ აქცევდა ყურადღება სასამართლო. ჩვენ ვთვლით, რომ ესეთი პრაქტიკა დასრულდეს და დანაშაულები უნდა ისჯებოდნენ და არაუდანაშაულო ადამიანები. ანუ რა ფაქტია ზუსტად თუ შეგიძლიათ? საუბარი არის ყველობის თეორიაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მაგრამ არა სანდრო ჭაფოძის მხრიდან ამაც საუბრობენ მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ იძულების წესით ფიზიკურ და სიტყვიერ შეუწყვის ფონზე აღიარებინეს ეს სიტყვით ყველობის თეორია, თითქოს და იყო განხორციელებული ამ ადამიანის მიერ. ეხლა იწყება სასამართლო პროცესი და იმედი გვაქვს, რომ ახალი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მაინც მოსამართლე იქნება ობიექტური. დღეს იხილება ბრალდებულ სანდრო ჭაფოძეს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ვე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასამართლო განხილვა. აქედან გამომდინარე სანდრო ჭაფოძე, რომელმაც ბრალდების მიხედვით დანაშაული ჩაიდინა ბათუმში, ის გახლავთ არასრულწლოვანი და გარდა ამისა მის მიმართ შეითითხნა გამომძიებლის და პროკურორის მიერ ბრალდება და ის დღეს აღმოჩნდა დამნაშავის სკამზე. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. მის მიმართ არ იქნა ჩატარებული ექსპერტიზა და მის არ არის კიდევ ამასთან ერთად თითის ანაბეჭდები დანაშაულის შემთხვევიდან ამოღებულ იარაღზე. ასევე არ არის მიკრონაწილაკები დაზარალებულის. ის რომ საერთოდ იმ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა დღევანდელი ბრალდებული, ეგრეთ წოდებული ბრალდებული სანდრო ჭაფოძე, ამას ადასტურებს კიდევ უამრავი მოწმის მტკიცებულები, რომელსაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იძულებით მიაცემინეს სრულჩვენებები. ჩვენ ვაპროტესტებთ არასრულწლოვან ბრალდებულ სანდრო ჭაფოძეს მიმართ სახელმწიფო ბრალდების მიერ შემდგარ ამ მთელ მოქმედებას, ასევე გამომძიებლის მალხაზ თავდგირიძის მიერ ქმედებას, ვინაიდან მის მიმართ არასრულყოფილი, არასწორი კანონდარღვევით ჩატარებული გამოძიების შედეგად სრულიად უდანაშაულო ადამიანი, არასრულწლოვანი 16 წლის სანდრო ჭაფოძე ზის ბრალდებული სკამზე. ჩვენ გვჯერა, რომ გამოძიება შესაბამისად მოწმეებმა შეცვალეს ჩვენებები, მათმა უკვე შიშის ეგრეთ წოდებული დაძლიეს შიშის ფაქტორი და დღეს უკვე მიცემეს სასამართლოს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რაც რეალობა იყო. ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად გამამართლების შედეგს მივიღებთ.